გომბორის სასწავლო ცენტრში სიმულაციური სწავლება გომბორის მოხალისე 2026-ში ჩატარდა. რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის ახალგაზრდობა და ვეტერანები, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის მოხალისეთა ჯგუფებმა. სწავლებაში ასევე ჩართული იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სამხედრო საკითხების გაშუქების კურსის სტუდენტები დავით კაკულიას ხელმძღვანელობით. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. ეს არის ერთ-ერთი საინტერესო ღონისძიება, იმიტომ რომ თურქების ინსტრუქტორების გადამზადების შემდგომ, როდესაც თურქებმა ინსტრუქტორებმა სერტიფიცირებული გადამზადება მოახდინეს ჩვენი წარმომადგენლების, დღეს მათ საჩვენებელი წვრთნა ჩაატარეს და საჩვენებელი ევაკუირება ჩაატარეს დაზარალებული ადამიანის. ჩვენ ყავდა ჟურნალისტების, უпростоრედ სტუდენტების, ჟურნალისტის სტუდენტების ჯგუფი, რომლებმაც ასევე გაიარეს პრაქტიკა, თუ როგორ უნდა ემოქმედონ საგანგებო ვითარების და საომარი ვითარებების დროს, მათ ჩაუტარდათ წინასწარი მეცადინეობა ბატონმა კობალიკლიძემ გამოსtildeმა სამხედრო ჟურნალისტმა ჩაუტარა ეს მეცადინეობა.